ოთარი სად არის? შენ არ იცი სად არის ოთარი? და რა ხდება? არა, რა ხდება? რა ხდება და ეხა თათფირზეა იქით სტუდიაში. ხო. ხო და უშვებენ ოთარს რა. რა? აქედანაც? ვაიმე მართლა? მე საწყალი. და თვითონ იცის? არა, არ იცის ჯერ რა, ეხა ეუბნებიან რომ ვითომ რაღაცა პრემიას მისცემენ, რაღაცა რომ რეიტინგი მაღალი გადაცემას რაღაცა და всё, ეხა ბოლო გადაცემა დღეს და გაუშვებენ რა. ვაიმე საწყალი. აბა. დედა. ვაიმე. გუფი გამარჯოს. როგორ ხარ? რუსკა როგორ ხარ? მე კარგად ვარ. მე კარგად ვარ, პრემია ავიღე. პრემია ავიღე. კარგია რა. ხო. მართლა რა კარგია. მოდი ახლა, მოდი, ვიწყებ დროზე. მაკიაჟი გრემი რაღაც. ხო, ისა. გახჭირს. არა, ფერი. მედი. ოთარ, რა კარგი ბიჭი ხარ? მე? რატო ვარ კარგი ბიჭი? რა ვიცი, აბა. აუ იმ დღეს რა უქნა მილანს ბარსელონამ. უხო! ო, მაგარი იყო. მაგაზე ხო იცხუმრობა მაქვს მონოლოგში. მართლა? მაგარი ხუმრობა მაქვს, ხო. ამ გადაცემაში? ხო, ამ გადაცემაში. ხო, დღეს ამ გადაცემაში, აბასა. ხო, იცი რა არის, ოთარ? დღეს თქვი ყველაფერი. დღეს თქვი თუ რამე კარგი ხუმრობა გაქვს, თუ რამე ვინმესთვის რამის თქმა გინდა ამ გადაცემაში, დღეს თქვი ოთარ ყველაფერი, დღეს თქვი, ხო, ესე ჯობია. კი, ვიტყვი. ისიც თქვა, შენ რო გაშაყირებ ხოლმე კარკასი და რაღაცა. ეგეც თქვი არა, მაგრა გამოგდის ხოლმე ეგ რუსკას შავი კარკასი, რუსკა. მაგრა გამოგდის ხო? ძალიან მაგრა გამოგდის. იცი რა მაგრა გამოგდის. რა იცი, ხან ისე ხან ასე. ეგეც დღეს თქვი, ეგ ყველაფერი თქვი დღეს. კარგი, მომისმინე ხა, მომისმინე, შემდეგ გადაცემისთვის ტურები ყავს? კი, ოთარ. ყავს. ძალიან კარგი. არ დალიო, ეს არ დალიო. დადე. რატომ? თქვენ ნახევარია წყალი არ გამომიცვლია. ოთარ, წამოდი, მე შენ სუფთა და კამკამა წყალი უნდა დაგალებინო, ოთარ. წამოდი. ვა, წამოდი. მიდი, მოვა, მიდი. გუფი. ჩიკარი. Washingtonში შუა დღეა დაცემაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის უარა Badonebo, Othar Dadishvili. ძალიან ბევრი რამ მოხდა საინტერესო ამ კვირაში. დავიწყებ იმით, რომ ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაში მილანს 100,000 კაცის თანდასწრებით 4 გოლით 0-ის წინააღმდეგ ავტორიზაცია ჩამოართვა. რასაც მე ვულოცავ ბარსელონას ყველა გულშემატკივარს. აი აქ უნდოდა ტაში აქ. ავტორიზაციის გაუქმებაზე ძალიან დიდი ხმაური იყო საქართველოშიც. მოგეხსენებათ აგრარულ უნივერსიტეტს ჩამოართვეს ავტორიზაცია. აქაოდა დარღვევები გაქვთო, ზოგი აბრალებს ბატონ ბენდუქიძეს ამას, ზოგი აბრალებს განათლების მინისტრს. მე შევისწავლე ეს საკითხი, უზარმაზარი დარღვევები იყო.
უზარმაზარი აგრარულ უნივერსიტეტში. აი ახლა გეტყვით რას ედავებიან. ჯერ ეუბნებიან რომ ეს მეტალოპლასმასის ფანჯრები რო დააყენეო. ედავებიან ბენდუქიძეს. ეს არ არისო სტანდარტიო. იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის მომავალ მუშაკსო გარედან თხის კიკინი და ქათმის კრიახი თუ არ შემოესმაო. ისო რანაირი სოფლის მეურნეობის მუშაკი იქნებაო. კარგიო უთხრა ბატონმა ბენდუქიძემ, კარგიო გავაღებთ ამ ფანჯრებს, ან თხას და ქათამს შემოვიყვანთ შიგნითო და იქვე იკიკინონ და იკრიახონო. შემდეგო ის რო გაქვთო რა ქვია, ეზოში რო გაქვთო ეს 2 წყლის წერტილიო, დასალევიო. მარტო ერთიდან რატომ მოდისო წყალიო? ჩვენი სტანდარტებითო, ან ორივეში უნდა მოდიოდეს, ან არც ერთშიო. ასეთი სტანდარტები ქონია სამინისტროს. კარგიო, ორივეში გამოვთავთო. წყალსო მიუგო ბენდუქიძემ და შემდეგ უთხრეს რომ ეს ლიფტი რო დააყენეო, ახალი ლიფტიო, ახალი ტექნოლოგიებითო სწრაფად რომ მოძრაობსო, შიგნით კონდიცირება რო აქვსო. რატო დააყენე ეს ლიფტიო? რა თუნდა მომავალ აგრონომს ასეთი ლიფტიო? მომავალ აგრონომს უნდა ეს ხის მისაყუდებელი კიბეები როაო, ასეო და ასეთი კიბეებით უნდა იაროსო. რაზეც ბენდუქიძემ მიუგო რომ მე რო ამ კიბით მისაყუდებელი კიბით ჩემ კაბინეტში ავიდე, მე ნახეთ თქვენ დარღვევები და ზარალი და კატასტროფა. ცუდ ხასიათზე არიან მინისტრები, იმიტომ რომ მათ 700 ლარით შეუმცირეს ხელფასი. ყველაზე ცუდ ხასიათზე კი კახა კალაძეა, იმიტომ რომ ის ისედაც არ იღებდა სამინისტროში ხელფასს და ახლა 700 ლარი სახლიდან აქვს მისატანი. ახლა გადავიდეთ კარგ ამბებზე. ტელეკომპანია იმედი 10 წლის გახდა, მე ვულოცავ ტელეკომპანია იმედს. და ვისურვებთ რომ ყოფილიყავით ისეთი დღეგრძელი როგორც ქრონიკა, ისეთივე პოპულარული როგორც ტელესერიალი შუა ქალაქში და ისეთივე ლაღი როგორც ერთ-ერთი მოცეკვავე თქვენ არხზე. დავით უსუფაშვილმა, ბატონმა დავით უსუფაშვილმა მიწერა ძალიან კრიტიკული წერლილი ევროპის სახალხო პარტიას, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იქო ძირითადი აქცენტებიო და მთელი ფაბულაო ეს ჩემი იყო. მე დავინტერესდი, აბა რაღა გააკეთა უსუფაშვილმა და აღმოვაჩინე, უსუფაშვილმა ჩაამატა მძიმეები, ალაგ-ალაგ, შემდეგ ესეთი სიტყვები რომ, რამე თუ და ვინძლო და თურმე უსუფაშვილი კარგად იცავს მინდორს. ეს რაც შეეხება ამ წერილს. მას შემდეგ რაც დაიწყო კახელებისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, მკვეთრად გამოცოცხლდა საქართველოს საავტომობილო ბაზარი. მე მივავლინე ერთ-ერთ ავტობაზარზე ჩვენი შეუდარებელი სიმპათიური გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც ახლა ჩაგვერთვება პირდაპირ ავტომანქანების ბაზრობიდან. გუჯა, გამარჯობა, მართლა ბევრი კახელი ყიდულობს მანქანას. გამარჯობა ოთარ, მართალი არის, კახელები ჩამოდიან, ძალიან ბევრი მანქანებს ყიდულობენ, შემდეგ მიდიან რესტორნებში და კეიფობენ და სხვათა შორის კახელებს ძალიან ბევრი ახალი სადღეგრძელო აქვთ. აი, მაინც რა სადღეგრძელოები აქვთ? ნუ იწყებენ რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის დღეგრძელობით, შემდეგ სეტყვის სადღეგრძელოს ამბობენ ოთარ. ამის შემდეგ იწყებენ უკვე მერსედესის, BMW-ს, ჯიპის სადღეგრძელოებს განსხვავებული ამბობენ. მე მოდიან ნისანი, ოპელი და ასე შემდეგ ოთარ და ასე ჩადიან მარჯვენა რულიან მანქანებამდე და ბოლოს გადადიან უკვე დედმამიშვილებზე და მშობლებზე ოთარ. კარგი, ჯიპი ახსენე და ჯიპებსაც ყიდულობენ კაცო? კი ოთარ, სხვათა შორის აქ ერთი კაცი იყო მოსული, ძალიან ჩაქცეული და დასეტყვილი კაცი იყო ოთარ, მურმანი ერქვა და ჯიპის ყიდვა უნდა და ეძებდა ნისან მურმანოს. აჰა. შენ ეს მითხარი, გიორგი ვარდოსანიძის Range Rover-ი ხო არ გაყიდულა? არა ოთარ, არ გაუყიდა, თუმცა აქ იყო, წეღან ევაჭრებოდნენ ადამიანები. ეუბნებოდნენ რომ ცოტა ფასი დაგვიკელი, იმიტომ რომ გვერდებზე დახაზულია ოთარ. ვა, ვინ გაუხაზა ნეტა? ეგ შენ უფრო უნდა იცოდე, ოთარი. მოიცა, მე რა შუაში ვარ ეხა რა. მეტი საქმე არ მქონდა ეხა მე, მეტი საქმე არ მაქვს რომ წავიდე იმაში რუსთავში, იმდენ მანქანაში, ამ ხელა გზაზე თან იმ დღეს როგორც ციოდა ძლივს გავთვი. რასისულელებს მალაპარაკებ კაცო. ხო, იცი რა მაინტერესებს? სომხეთიდან ხშირად ჩამოდიოდნენ ხოლმე მყიდველები მანქანის საქართველოში და ახლაც ასეა? დიახ, ოთარ, ისევ ასე არის, ჩამოდიან სომხები, სხვათა შორის წეღან აქ ერთი მანქანა იდგა, ჩვენი სომეხი მეგობარი იჯდა შიგნით, ჩაწეული ფანჯარა ქონდა, ხელი გადმოყოფილი და მუსიკას უსმენდა, მე მინდა ეს მუსიკა წაგიღიღინო ოთარ და ამის ფონზე დაგემშვიდობო. მუსიკა ასეთი იყო.
სირუმ დიდი მადლობა, ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი. და ბოლოს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა ამ კვირაში, მე მაინც ეს კვირა ერთი ვიდეოთი დამამახსოვრდება, განსაკუთრებული ვიდეო ვნახე, ერთად ვნახოთ კიდევ ერთხელ, გთხოვთ. ჩვენ ვეცადოთ შენი თამადობით დიდი მადლობა. წესია. აბა. ხალხო ნანიკო, გაგიმარჯოს. თქვენი თამადობით. ყველა იმაგოს ჩვენთან ერთად არის ეხლა. ეს ისმება ბოლომდე. აუცილებლად. ვინც არ დალიოს სიდადრი ყავდეს უკვდავი. მანდილოსნებს ადგილზე მაგრამ. უკვდავი ყავს გაუწოდეს. სხვადასხვა თანახმოვან. მოკლედ მე მინდა ამ кейპს შეუერთდე ჩემო ძვირფასებო რა, ჩემო კაცებო და ჩემო ქალებო და ვადღეგრძელო ტელეკომპანია იმედი, მივულოცო კიდევ ერთხელ 10 წლის თავი და ტელევიზიების გარშემო მინდა ვიტრიალოთ ზოგადად და ერთ სადღეგრძელოში მოგახსენოთ ყველაფერი, იმიტომ რომ ბევრი დრო არ მაქვს. მე მინდა ამ ფიალით ჩვენ წინაპრებს გაუმარჯოს პირველი არხის თამადობით. მე მინდა ყველა გაჭირვებულს გაუმარჯოს ტელეკომპანია კავკასიას თამადობით. წასულები მოვიგონოთ ხალხო, იბერვიზია, თამარიონი, რეალტივი ახლახანს გარდაიცვალა. პატარებს გაუმარჯოს, პატარებს GDS გაუმარჯოს და ტაბულას გაუმარჯოს, აგრძელებენ სიცოცხლეს. ჩვენი კუთხე კუნჭულების იყოს ტელეკომპანია თრიალეთის, მარნეული ტივის, ქართლი ტივის გაუმარჯოს და ჩვენ ჩუმ ჩანაფიქრებს გაუმარჯოს რუსთავი 2-ის თამადობით. გაგიყვირდება და მე ვიტყვი გამიშოვ. შემდეგი რუბრიკა, გადაცემის შემდეგი რუბრიკა, გახლავთ ანსამბლი ივერია 45 წლისაა. და მოვიწვიეთ ანსამბლი ივერია, გთხოვთ. გილოცავ 10 წლის თავს შემობატა. დიახ, ტელეკომპანია იმეც ულოცავს. 45 წლის ივერია 10 წლის იმეც. 45 წლის ივერია 10 წლის იმეზე. თქვენ პირველად ხართ, ხო ბატონო მუგზარ? მე პირველად ვარ. ხო, ბატონი ჯემალი მეორედ არის. ვახტანგიც ნამყოფია. ბატონი ვახტანგიც ნამყოფია. დათიშვილი 5 ჯერ არის მე მგონი შენ. არა, ერთხელ მეორეჯერ არის. არ მახსოვს მე სკლეროზი მაქვს. ავით, მამა ჩემს რო კითხო, არ გვემართება დადიშვილებს სკლეროზიო და. არა. ხსტადი როგორ არის ბაბაში? კარგად არის, მოგიკითხეთ. ნანა, დედაშენ. კარგად არის, კარგად. ჩვენ ხوار ვისაუბროთ ძირითადად. ხო რა. ჩემო წავიდეთ მედაში. მე მგონი ზედმეტები ვარ. კარგი, როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი? ორი სიტყვით გვითხარით და ხო, 45 წლის წინ იწყებოდა ჩემო ძვირფასო ბატონო ოთარ 4-ეულით. ეს იყო ჩვენი ძვირფასი დაცგასვენებული ახლოს მეგობარი და უინჭერეს კაცი ალექსანდრე ბასილაია, მისი ხელმძღვანელობითაც და თავოსნობითაც ჩამოყალიბდა კვარტეტი ივერია. მონაწილეები იყვნენ თავად ალექსანდრე ბასილაია, გოგი ლეონიძე, შესანიშნავი პირველი ხმა, ადრე დიელოში მღეროდა, შემდეგ ჩვენთან ვახტანგ ტატიშვილი და თქვენი მონამორჩილი. ეს იყო კვარტეტი. და სულ ცოტა ხანში, მაშინ ვიას ბუმი იყო, შენ გემახსოვრება ალბათ, ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლებისა და სულ ცოტა ხანში გადაკეთდა ანსამბლი
ივერიაც შემოგვემატნენ უკვე თემურ წიგლაური, მეუღლი თურთ, ლილის ვაურთან ერთად ნუგზარ კვაშალი და თუაბულაძე, ძმები ლალიაშვილები და ასე შემდეგ და 13 კაცი კარგახანი ვიყავით, 13 კაცი, აი ამ 13 კაცმა ჩხიკვთა ქორწილი დავწერეთ კიდეც. მუსიკაც იქ დაიწერა. სცენარის ავტორიც იქ გახდი, შემსრულებელიც იქ იყვნენ. თვითონ უკრავდი, თვითონ ცეკვავდი, თვითონ ღვეროდი და 115 ანშლაგი ჩატარდა პირველივე ჩვენი გამოსვლა. ასე იწყებოდა და გაგრძელდა და გაგრძელდა შემდეგ ღვთისმადლი ჩეუბადა. ძალიან საინტერესო. რამის თქვა გნებავთ? არა, მე ვეთანხმები, იმიტომ რომ რამის შეიძლება შემეშალოს რაღაც ციფრებში და რაღაცა. არა, რომელ საუკუნეში ის არ მახსოვს. მე-20-ში. გასული საუკუნის 60-იან წლებში, 68 წელს, 1968 წელს შეიქმნა და სხვათა შორის სარგებლო შემთხვევა და ყველა თქვენთანაც შემოდგომაზე გიწევთ ანსამბლის იუბილეზე 45 წლის თავი აღნიშნული იქნება სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ასე შემოვაჭოდო. მე ვიქნები სტუმრებში, ხო, აუცილებლად. ახლა სხვა შორის უთ არის სამი ვეტერანი იუმორისტი ახლა მოვედით, ხო? გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ჩვენს მიფას მაყურებელს მე გულისხმობ აქ სლომსაც და ტელევიზორთან ვინც გვიყურებს იმათაც ძალიან ყოველ ხუმრობის გარეშე ეს ჩემი აზრი არის მარტო ჩვენ ასე მოვითათბირეთ საბჭომ ვეტერან იუმორისტთა საბჭომ. ხო და დავადგინეთ რომ ამ შესანიშნავ გადაცემას რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ და რომელიც ჩემ თვალში ესე იგი წარმოადგენს ბარსელონას და თავად თქვენ კი მესის როლი გაკისრიათ ჩემო ბატონო აი ამ გადაცემას არავითარი ავტორიზაციის გაუქმება უახლოეს 100 წელიწადში არ ემუქრება აი ესეთი კი ეხლა მოდი ხო იცი კაცი დაო ობესარითაო ხო ეხლა ცოტა შენ ნათესავსაც წაუკრათ კაცო ხელი ამას კიდე რა უნდა იცი პერსპექტიული ბიჭია როგორც ყველა ტატიშვილი და ხო და ესე იგი ასეთივე დაუოკებელი სტრაფაქ სიახლისადმი შენი არ იყოს ხო რავალ მხრივობისადმი აქ მიდრეკილება და არც მეტი არც ნაკლები ექიმობა უნდა და შენ სამხარში ჩაწერა თუ დაეხმარები ამ შემთხვევაში პაციენტის როლში თუ იქნება დავა დარწმუნდები რომ უნიკალურ ოპერაციას ატარებს სიმღერით ასისტენტი საქაღავს ნუგზარ კვაშალის სახით და თუ არ დაგზარდები და პაციენტის როლში ასრულებ ოპერაცია ჩაგეტარები რა სიმღერით პირველად ჩვენ სტუდიაში ბრმანაზლავი გააკიდე თუ ამოხებული გა მეორედ ამოვჭერთ არაუშავს დარჩენი ბატონა რუდიმენტი თუ ეს რაღაცა მახსენდება მე მახსენდება ეხლა იქნება პაციენტის როლში ბატონო მოდი გავხსნათ ახლა გარე თემური უნდა იყოს სიგლაური ხო თემური ავად ყავს გრიპით არის კი ბატონო თემური ვერ მოვიყვანე აქამდე ამიტომ თემურის როლი უნდა შეასრულო ახლა შეეჭო პაციენტი უნდა ვიყო მე დიახ კარგი, სანამ პაციენტი ვიქნები, მე გენერალურ მენეჯერს მინდა მივმართო ჩვენი სტუდიის, რომ მესის ხელფასის ნახევარი მაინც. კარგი აზრია, ჩემო წილში ვარ, წილში. რადგან თქვენ მესი ახსენებთ. ყოველ შემთხვევაში მეორე მეკარე ყავთ პინტო და იმის ხელფასი მაინც რა უნდა ვხდა ეხლა მე? ახლა თუ არ დაგზარდები, ეს ხელ შეგიშლის, მოდი ეს სადმე გადავდგათ, თქვა. მაიცა მოემზადა კაცო. ხო, ექიმი მოემზადება, თქვენ კი არც მეტი არც ნაკლები. აი აქ თავით აქეთ ფეხებზე კი წამოწოლა მოგიწევს როგორც საოპერაციო მაგიდაზე. ამ თავრდა მე დერაფერ. დანარჩენს თვითონ გააკეთებ. ავიცი. გავახსნევოთ პაციენტი დაუხმევთ. ჩუბა წყალი მალე ხელი უკვე დავიბანე. დაბა პაციენტი მომიყვანე. ბინდისფერია სოფელი უფრო ბინდება რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრიდდება დაწეკ პეპელა ოქრენი ვაფრედიტა აბა რაგი ხარია უჭირო თავი ია თვალებრია სასრაფოთ ანესთეზია Yavanana, Yavanana, oh, Daizide, Genat swallows, Chemidana, oh.
კაიფშია. გლესავ და გლესავ ნამგალო ჩემორგინაო კაშერგამი ზეცინაო ნამგალო ჩემორგინაო ამპატარა მინდორველზე რადაირი პერემია მე გოთონება დაგეძებდა ვერ გპოულობდნე ტაბა სადა ახარ ქვევით ხარ თუ ზევით ახარ მითხარე სადა ახარ ის აქ არის სადა ის აქ არის ცოტა დაბლა სადა ბავშვი მანდარის პატარა ხარა მაგარა მოგევედი დიცოდა მაგადე Dakar დღედაღამე მოგული შოვნაში გვიტენდება გვიღობდება შრომაში დახარ სანამ დანაცხელია ექიმების ბედის მაოდნელია იჩიგდანა ბიჩიგდანა სადა ჩემი დანა იჩიგდანა ისიქ არის na ra 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 ri ra სტანდარტია საიქიოსკენ ნაბიჯით ია ეს კარგია ყველაფერი. რატომ ვახტანგ? წინა გადაცემაში სტუმრად ყავდა დიმა ტატიშვილი. ჩვენ მსახიობი არჩეული და ესეთი ნეპოტიზმის კაფიო მაგალითია. კი, რა თქმა უნდა. რასაც ვერ ვიტყვი მამაშვილ ბაღაშვილზე. ხოდა. ესე იგი, როგორ არის იცი რომ ასეთი აზრი მომივიდა რომ ტატიშვილების ტელევიზია ხო არ ჩამოვაყალიბეთ. ანუ მე ვიფიქრე მღერიან კანდიდატურები მყავს ბევრი. დიმა გაახმოვანებს ყველა სერიალს. თქვენ გექნებათ თქვენი მუსიკალური შოუ, თქვენ წაიყვანთ. მეც რაღაცას წავიყვანი. კომპოზიტორია ოთარ ტატიშვილი დაგვიწერს ჰიმნს. თუ ისეთ სიმღერა იქნება საესტრადო ნოდიკო იმღერებს, თუ საოპეროც ისანა ტატიშვილი იმღერებს. აი, როგორ ერქმება ტატიტივი თუ როგორ იქნება? ტატიტივი, მშვენიერი ზარია. ტატიშვილი და ბევრი რამე რა. ერთი გვჭირდება ამინდის პროგნოზის წამყვანი. ბატონო გზარა, რომ მოდიოდით დღეს როგორი ამინდი იყო გარეთ? გადასწარები. დაახლოებით ამდენ გრადუსი იქნებოდა. 15. აჰა, არაჩვეულებრივია. ხვალ 30 ლარი მომიტანეთ გვარის გადაკეთება ჯდება. მივიდეთ იუსტიციის სახლში და გადაგიკეთებთ გვარს და იქნება ტატიშვილი იქნება და პროგნოზს წაიყვანს. ფილარმონია თუ დაგვიკრებს იმის რა ქვია გადასახადებს დარბაზი. ჩავატაროთ ზღერიან და ხუვრობენ ტატიშვილები. შეიძლება. კი ბატონო, ესე შეიძლება. ბატონო გზარა შეიძლება ბევრმა არ იცის ახალგაზრდა მსმენელმა და ახალგაზრდა თაობამ რომ სად იყო გუფი, როდესაც თქვენ დრამერი იყავით? Yes. დი, გუფი იცოდი შენ რომ ბატონო გზარი დრამერი იყო? ცოტახანი ჩემი სიყვარულითაც დაიწყო მან და საერთოდ ჩემ გარშემო ბავშვები ვინც იყვნენ, სულ ყველა დრამერები გახდნენ. საერთოდ ყოფილი დრამერი არ არსებობს, ხო? ეხლა არის და არის. რა თქმა უნდა, ხო არ დაუთმოთ ცოტახანი, ბატონო გზარი. დააბრუნოთ ბატონო გზარი.
მან ბრძანდებოდეთ, გუფი, შენი განცხადება ნინო ბუღალტერთან არის და წადი ხელი მოაწერ. ხო არ დაიღალეთ, ბატონო მგზა. გავიღალე მოუკვდი კაცი. ძნელია სხვათა შორის. ძალიან ძნელი. ეხლა ხვდები თუ რა ძლიერი პროფესია აქვს სკოლა დრამერს რა. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ბრავო. ამ დროს ტიუმენში. დიახ. ეს იყო 70-იანი წლების ზუსტად რა მომეთქვა 70-იანი წლები 7 ნოემბრის დღესასწაულები ხო დიდი დღესასწაული იყო საბჭოთა კავშირის დროს 7 კონცერტი გვაქვს ერთ დღეს ჩატარებული 7 კონცერტი არიღლებული აი ეს ახალგაზრდობა ჩვენ ასაკში უკვე არა ახალგაზრდა ხართ ეს რაზეა საუბარი ძალიან ბევრი რამ მახსენდება თქვენი რეპერტუარიდან და ჩემი თაობა და არა მარტო ჩემი თაობა გაზრდილები ვართ თქვენი სიმღერებზე და თქვენ რეპერტუარზე მახსენდება შიხთა ქორწილში იყო ჩემი უსაყვარლესი მომენტი იყო ასეთი ბოლოს უკვე კეიფი რო გაჩაღდება და ქორწილი როა და კონკურსი რო ჩატარდება რო ერთმანეთს ეჯიბრება ბუ ხო ბუ თქვენ იყავით ხო ეჯიბრება არწივი მეფე თემურ ციკლაური და თაგვი ტატიშვილი წრუწუნა თაგვი ესეთი როლებს დაჩაგრული ვარ ტატიშვილი ეს რო ხუს თამაშობდა რა სად იყო ბუკიკიო მაშინ რა ეს რო ხოდა მე ახალგაზრდები გვესწრებიან ძალიან ბევრი გვესწრება გვიყურებს ასევე ბევრი ახალი თაობა და რა მინდა ვთქვა რომ ესეთი კონკურსი იყო ვინ უფრო მეტ სიმღერას იმღერებდა ჩიტზე ანუ აუცილებლად ჩიტებსა და ფრინველთა მოდგმაზე ასე იყო რომ უნდა გემღერა თითო სიმღერა ჩიტებზე რა თქმა უნდა იქ გამოელია პირველი მეფეს მაგრამ მეფეა და მე ტრავესი ზელკუზნიეჩი კი ვინ რა შევედავდა ვინ შევედავდა ჯოხი გატყდა დრუზუნა ახლა მინდა შემოგთავაზოთ ასეთი რამ აი ხო არის იმედის სულ მევაგებდი იმედის 10 წლის თავი ხო არის ახლა აი ესეთი კონკურსი რო ჩავატაროთ რომ ახლა იყოს დაუშვათ ნუ არწივი არ ყავს იყოს ჩხიყვი ხო იყოს თომა იყოს წრუწუნა და იყოს ბუ და ასე დავატრიალოთ სიმღერები და პირველი ვის გამოელევა სიმღერა ოღონდ სიმღერაში უნდა იყოს აუცილებლად ნახსენების სიტყვა იმედი იმედს აი იმედი ეს იმედი ხო ნუ დაგიგარდავს იმედი შენი ვინისა და თوارისა ამას მატრობამულოს ხემლით გადავამულო შენთვის სიგნირი მაგისა იმედი ხო იყო ესე იგი ჩაეთვალა იმედი უნდა იყოს ამ ჩვენ აპლოდისმენტებით ვანიშნოთ რომ ჩაეთვალა უგზარ შემდეგი იმედი მზის ხვალინდელ დღის ასე ნანატრი თავისუფლება ჩაეთვალა ანუ ებიჯო წამდეს სიკეთის არასოდეს არ დაკარგო იმედი წამდეს სიკეთის არ დაკარგო იმედი კარგი წავედით მეორე წრეზე მეორე წრეზე მაშ მოფრინდი ჩემთან დრედო ჩემი გულის საიმედო იბადონი ჩაეთვალა ჩვენ სიალხრებს არხებს ქარი იმედივით ნაპერწკალი გულში აღარ ეტევა ბოლომდოლით კიდე ბალი ეტევა აი შეტევა არ მოგიმდეს შეტევა საკმარისია დინამოზია დინამოზე ძანა იმედი იყო იქ სიტყვა ჩვენ სიალხრა იმედივით ნაპერწკალი იმედივით ნაპერწკალი მაშინ თუ საიმედო შეიძლება იმედივით ნაპერწკალი შეიძლება იმედი თუ არა დინამოზე ხო რა ვიცი ლამა როგორც ყველაფერი ესეც გადააკეთა ჩემი გული საიმედო მიყვარს ეს სიმღერა ჩვენ ყავს ერთი დეკორატორი იმედო და გონია რომ მაგაზია ეს სიმღერა თქვენ ჯერ გამარჯვებებს აღარ ველიტაცი მხოლოდ სიმღერებით გული უნდა ვიჯეროთ ცრემლი ადგას მამურებელს ვახსოვს როგორ გვასახედეთ დუსერდოლში ბიჭებო დღეს ჩვენ ფეგურს არხებს ქარი ბურთებს უშევს ჩვენი კარი იმდეს რომ არ ეტევა ვაიმე გოლი კიდე გოლი მომიტანეთ ვალიდოლი შეტევა იმედი სალიკო რაკერულ შემოგვაბარა
ამისთან და ფეხბურთში რა მინდა? მე უნდა ისაქვე, ვიმღერო. ის სიმღერა კარგი იყო, ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩათვლაში ვერა, ხო? ტრაბიჩებში და ჯაგრული მე ვარ სიმონა დოლიძე ციტელი შემის რუბა ამიძინია ლოგინა გაჩერე იმედი უბედურადად ჩემთვის 1901 წელი იმედი ზაფი გამიწა ჩაეთვალა ხო მე ვარ მესამე წრე მე ვარ არა თქვენ ხარ არა შეხა ბატონო ჯერალი მე მეგონათ რომ ეკრებოდა მოსაფიქრებლად შენ ჩემო დიდო იმედო კოშკო ნაგებო გირითა კახეთს მოჭრილო ისარო ქალაქს ნაგებო ინითა ბოლომდე უმამღერეს იმედი ბატონო ბავშვს ახლა იმედიას ქონა თავს არ მოიგლავს ქართველი არა ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს ერთი იმედი სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნა და მეორდეს მიშამღერი ხო უნდა ჩაეთვალა ბატონო არ შემარცხი Go me შენსმეთი ჯერ არავინ ყვარეებია სიყვარული შენ ჩემს გულში ხანჯალ გაგიდები იმედა კახიანი მღერის იმ კინოში იმედა კახიანი გერა ეკა კახიანი თავის ნინი ბადურაშვილი დაითვლება იმედი უნდა მოდი ვკითხოთ მაინც ჩვენი ჟიური ყავს ჩაუთვალოთ ჩაგითვალეს ბანდო ახლა ჩაგითვალეს ძალიან კაი მადლობა ჩაგითვალეს როგორც მეტი აღარ იყოს ასეთები აღარ იყოს ბანდო ჯემი თქვენ ჯერი არა კაცო ჩემი ჯერი არა აბა არ ჩაუთვალეს ვინ ჩაუთვალა მაყურებელმა კარგი ესე იგი მაყურებელს უყვარს ბახო მაყურებელს და იმიტომ შეუთვალა თქვენ არ უყვარ ხარ მე არა ძუავ მე ვერ მიტანე როგორ არ მიყვარს ბანდა იყო გადაიღო მზემპირი დაიბანა იმედია სიგეთეა ზრაპების ანაბანა ზრაპარიხო ქვეყანაზე მოროდება კაკრანიხო ქვეყანაზე მოროდება აღარიხო მოგებულობსავ ეს ისიათი შემდგომზე დამარცხებული არ არსებობს იუბილეა და ვიტო ანუ აღარ განვაგრძოთ ამ სიმღერით დავასრულოთ ეს არა მე და ამას მაინც არ გამოგვივერდა ჩვენ ესე იგი იმ დღეს ესე იგი დავთქვი ესეთი რაღაც რომ აი გვინდოდა რომ რაღაც კიდე ერთი პატარა კონკურსი მithქონდა მე და ამას მაგრამ კოჰაბიტაციაში ვერ მოვდივართ ერთმანეთთან იმიტომ რომ მე მინდა ახლა მაყურებელს რომელმაც რაღაც ჩაუთვალა კითხო რომელი იყო პირველი საბანკო სიმღერა ქართულ ესტრადაში როგორი საბანკო ბანკი ეს რომელია? ეს მოდაში აი ბანკი ის არის მერო კრედიტები მაქვს ბევრი. ყველას ნუ აი ყველა პირველი სიმღერაც არის ამაზე? პირველი რომელი იყო? ბანკა. აუ ჩემო იქნებოდა ალბათ. არავის ვემონები არც ეს ხსავთ ხო არავის. აჰა მართალია. აბა ვერ ხვდები? ვერ ხვდები შე დებიტო შე დებეტო? დებეტო თუ დებიტო ვერ რატო ვარ დებეტი? მაშინ კრედიტო. შენ გინდა საბანკოს არტისა? შენ მე თუ დებეტი ვარ შენ ხარ ტრანში. შენ მენეჯმენტო შენ. მენეჯმენტი კაცო. მე თუ მაშინ შენ ხარ პროცენტი. შენ ხარ სეკვესტრირებული დეპოზიტი. ეს რა მაკადრა კაცო. შენ ხარ მაშინ შენ ხარ ჩარეცხილი. ჩარეცხული, მოდი ჩარეცხილი. შენ ხარ ჩაურიცხავი მაშინ ფუ. ჩაურიცხავი? ო. მაშინ შენ ხარ და არ თქვა რამე ცუდი ახლა.
არა არ ვიტყვი კიდე კაი რომ ხალხი ზიანდა მაგაჟობე რაც უკეთესი აი ეს ჯუჯების სიმღერა შემოგვიყვება ხო და მე ორი მიკროფონი მეტი არა ორი მიკროფონი და მეტი არა დიდი მადლობა, მადლო ჯემალ, მადლო ლუგზარ, მადლო ვახტანგ. ანსამბლი ივერია. დიდი მადლობა. So good to me, I know, but I can change. Try to tell you, but you look at me like baby. I'm an angel on the knee. წინა გადაცემაში ჩვენ შემოგთავაზეთ საათმარტო კონცერტი, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენი ტელემაყურებლის და დღესაც გთავაზობთ კონცერტს, რომელიც ეძღვნება ტელეკომპანია იმედის იუბილეს. მე ახლა ლოგიკურად უნდა გამოვაცხადო და შემოვიყვანო ჩემი თანაწამყვანი ქალბატონი ქეთი კანტიძე, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი რუსკა შემოდი.
დავიწყოთ? დავიწყოთ. ძვირფასო მაყურებელო. თქვენი თხოვნით გთავაზობთ კონცერტს ტელეკომპანია იმედი 10 წლის და 2 დღისაა. კონცერტს წარუძღვებით ოთარ ტატიშვილი და ქეთი კანტიძის მოვალეობის შემსრულებელი რუსკა მაყაშვილი. გამარჯობა. როცა იმედი დაარსდა, ჩვენი კონცერტის პირველი მონაწილე სულ რაღაც 5 წლის იყო ოთარ. აჰა, იგი 9 წლის იყო, როდესაც მე ტრიუმფალურად შემოვდგი ფეხი ტელესერიალ შუა ქალაქში. და 14-ის, როდესაც სამარცხინოდ გამოგაბუნძულეს ცეკვავენ ვარსკვლავები. მიესალმეთ 15 წლის ნიჭიერი მომღერალი მარიამ ელიაშვილი.
ჩვენ ტელემაყურებელს ვეტყვი, რომ ეს სიმღერა გახლავთ რადიო დარდიმანდის ექსკლუზივი და ძალიან დიდი მადლობა ამ რადიო ტალღას, აი ამას არაჩვეულებრივი სიმღერისთვის, რომელიც გაჟღერდა ჩვენს ეთერში. დიდი მადლობა. ჩვენი კონცერტის შემდეგ სიმღერას არაჩვეულებრივი სახელი აქვს, რუსკა. რა სახელი? რა სახელი და ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს. რაიმე მეც დიდი სიამოვნებით ჩამოუქროლებდი ჩემს საქართველოს. ნახავდი კახეთში ალაზნის ველს, სვანეთში მწვერვალებს, გურიაში ულამაზეს ბუნებას და ბათუმში ოროთახიანი ბინის კარკას. მასე რა ნახე როგორ მიწერია სცენარში. გამოთქმით უნდა გაიცინოსო, ნახე? შენ. აი რა გაცინებ შენ საწყალო მე კარკასი მაინც მაქვს და შენ რა გაქვს ერთი ძალიან მაინტერესებს მივესალმოთ გიორგი დათიაშვილს ხო საქართველოში ღმერთმა მარგუნა დარიმზიანი თუმცა მთავარი ჩემთვის ის არის რომ ჩემი ერი არს ქრისტიანი ერთგულება და ღვთის სიყვარული რწმენა იმედი აღწევს სულში მაშინ ბოროტი ვერას დაგვაკლებს თუ გიგვექნება ქართული სული მაშინ ბოროტი ვერას დაგვაკლებს თუ გიგვექნება ქართული სული ჩამოვუქროლებ შენ საქართველოს მივალ იქ სადაც სუფლის სახლია მუხს მოვიდრეკ და ღმერთს შევღაღადე მოჰმადლე ჩემს სერს რაც აკლია ჩამოვუქროლებ ჩემ საქართველოს მივალ იქ სადაც სუფლის სახლია მუხს მოვიდრეკ და ღმერთს შევღაღადე მოჰმადლე ჩემს სერს რაც აკლია ძალას მოიკრებს არ დაგნინდება ღვთიურ სიყვარულს მოაფრქვევს ირგვლი ძამ საქართველო კვლავ გავწყინდება ჩემ საქართველოს მივალ იქ სადაც სუფლის სახლია მუხს მოვიდრეკ და ღმერთს შევღაღადე მოჰმადლე ჩემს ჩამოვუქროლებ ჩემ საქართველოს მივალ იქ სადაც სუფლის სახლია მუხს მოვიდრეკ და ღმერთს შევღაღადე მოჰმადლე ჩემს სერს ის რაც აკლია
გარდა იმისა, რომ 17 მარტს იმედი 10 წლის და 2 დღის გახდა, კიდევ რითაა 17 მარტი ცნობილი მსოფლიო ისტორიაში. ხომ არ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს? ვერი მოუყვეთ. აი მაგალითად 1805 წელს ნაპოლეონი პრეზიდენტის ნაცვლად მეფე გახდა ოთარ. რას ველაპარაკებთ? დიახ. 1935 წელს გამოიგონეს თვითჩამკეტის საფერფლე. ოხ, 1987 წელს პერუში ბაყაყების წვიმა მოვიდა. რას ველაპარაკებთ? 2008 წელს საქართველოს კინაღამ მიიღეს ნატოში. აჰა. აი ჩვენ კონცერტს კი ისეთი ნატო განაგრძობს, რომელიც უარს არასოდეს გვეუბნება და ყოველთვის მოხარულია ჩვენთან იმღეროს. ნატო გელაშვილი. ალიონზე ქარი დაქრის თვალებს ნაბავს ნიავი დღეს თუ თვალი ვერ მოკარი იქნებ იყოს გვიანი გზარეულ მონატრებას ვშიშობ ვეღარ ვერევი მაგრამ მაინც შენზე ფიქრს ვერ ველევი გზარეულ მონატრებას ვშიშობ ვეღარ ვერევი მაგრამ მაინც შენზე ფიქრს ვერ ველევი ალიონზე ქარი დაქრის ნიავს ედუდუნება მომენადრა შენ თვალებში დიდხანს ხურება მოლოდინი დამიბერდა წამი მეკცა წუთებად რაც უდია დრო უკან არ ბრუნდება მოლოდინი დამიბერდა წამი მეკცა წუთებად რაც უდია დრო უკან არ ბრუნდება თურმე შენი მონატრება სხვა ფერია თითქოს ყველგან შენი სითბო აფენია როცა გულში სიყვარული ამდენია მოლოდინის მეტი რაღა დამრჩენია ალიონზე ქარი დაქრის ნიავს ეჩურჩულება დღეს თუ თვალი ვერ მოკარი მზეც კი დაიბურება მონატრებას ვეღარ ვუძლებ ქარმა ისევ ამრია მენატრები ძალიან მონატრებას ვეღარ ვუძლებ ქარმა ისევ ამრია მენატრები ძალიან თურმე შენი მონატრება სხვა ფერია ფერი მსგავსი გახლეჩილი ალუბლების დაგინახა თვალში სხივი დაბრუნდება ვერას გეტყვი და ბავშვი დაუნჯდები მაინც შენი მონატრება სხვა ფერია ფერი მსგავსი მწიფე ალუბლების ჯერა ერთხელ სიყვარული აყვავდება და მე და შენ ურცხაბარში დავბრუნდები დაგინახა თვალში სხივი დაბრუნდება ვერას გეტყვი და ბავშვი დამუნჯდები მაინც შენი მონატრება სხვა ფერია ფერი მსგავსი მწიფე ალუბლების ჯერა ერთხელ სიყვარული აყვავდება და მე და შენ ურცხაბარში დავბრუნდები და მე და შენ
რუსკა, ყველაზე ხშირად შენ, აი რა კომპლიმენტს გეუბნებიან? იცი რომ ძალიან ლამაზი ცხვირი მაქვს. და იშვიათად? ყველაზე იშვიათად მეუბნებიან რომ რა ქალური ვარ. აჰა, ამას იშვიათად გეუბნებიან. ხო, რატომღაც? ასეთი კომპლიმენტი თუ მიგიღია ოდესმე, ალი ხარ, ქალი ხარო? არა. არა. ჩვენ კონცერტს დაასრულებს ანსამბლი ანანური. სიმღერა კომპლიმენტით ალი ხარ, ქალი ხარ. მადლობა. Será que me tiras fría, mi más fría.